ხაზის რადიო. მოგესალმებით ტალღა FM 102 და რა თქმა უნდა საზოგადოებრივი რადიო პირდაპირ ეთერში. დღეს ოთხშაბათია, დღეს ივანე ჯაფარიძესთან ერთად ვუძღვები ამ გადაცემას, მე კი ეგავარ ტალახაძე. პირველ რიგში მინდა ბატონო გიორგობა მოგილოცოთ და მივილოცოთ ჩვენს მსმენელს აუცილებლად ეს ბრწყინვალებასასწაული. მე ვფიქრობ, სადღესასწაულო განწყობილებას ნამდვილად შევინარჩუნებთ სრული 45 წუთის განმავლობაში, იმიტომ რომ საკმაოდ თბილი იქნება, მაქვს ეჭვი ჩვენი დღევანდელი გადაცემა და თუ რატომ ამას ცოტა ხანში თავად გვეტყვის ბატონი ვანო, მე კი მინდა შეგახსენოთ ჩვენთან ურთიერთობის საშუალებები, რა თქმა უნდა 240 91 92 ან 240 92 92 ეს ტელეფონები და ინტერნეტი რადიო 1.წერტილი.g, სადაც როგორც ვიზუალური, ასევე ვიდეო, ასევე აუდიო ეფექტით შეგიძლიათ ჩვენი გადაცემის თვალყურის დევნება, ასე რომ ყურადღებით. ხაზის რადიო. ოთხშაბათი ვისაუბრებთ წარსულისა და აწმყოს სულიერ კავშირებზე, კულტურასა და ხელოვნებაზე, წერლობაზე, პოეზიაზე, საქართველოს სოფლებსა და ქალაქებზე, ძველ ტაძრებსა თუ ციხესიმაგრეებზე, ნიჭიერ გამრჯი ადამიანებზე. ივანე ჯაფარიძე. ხაზის რადიო. და დავამატებდი მეგობრებზე. წარსულდა მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს, დღეს წმინდა გიორგის თავის კვეთის დღეა. მივესალმებით ჩვენ სტუმრებს, რომელთაც სიამოვნებით წარმოგიდგენთ. დღეს ჩვენი სტუმრები ბრძანდებიან სპეციალობით გეოლოგები, მეცნიერებათა დოქტორები, ვაჟა ჭუმბურიძე, ნოდარ ცერცვაძე, ილამაზ მიწიშვილი. მოგესალმებით ბატონო ვაჟა, ბატონო ილამაზ მოგესალმებით. ბატონო ნოდარ მოგესალმებით. მე მინდა უთხრა ჩვენს მსმენელს, რომ ბატონმა ილამაზმა ახლახან დასტამბა პატარა წიგნი მოგონებების ნამცვრევი, რომელშიც რამდენიმე მეგობარს იხსენებს, ვისთან ერთადაც გაატარა ცხოვრების გარკვეული ნაწილი აქ თბილისში თუ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გეოლოგიურ ექსპედიციებში. მონატრების ამ გზნობამ მეც გამიჩინა სურვილი გავიხსენო ისინი, ვინც უკვე ჩვენ შორის აღარ არიან, მაგრამ სამეგობროში თუ საქართველოში ყველა მისეთი კვალი დატოვა, რომელიც არასდროს იშლება და ხშირად გვახსენდებიან ისინი. რატომ გამიჩნდა ჩვენი დღევანდელი სტუმრების მეგობართა მონატრების სურვილი, ამას ამ სიმღერის მოსმენის შემდეგ გაიგებთ. არც მზის ამოსვლა, არც მზის ჩასვლა, არც გავადრება შენზე ფიქრი და ნაკადული მომენატრება. არც სიამოვნე, არც მიხაკი, არც ხრიზანთემა, აყვავებული ბროწეული მომენატრება. ხვევნა კოცნა სიყვარული გზად ჩასაფრება შენზე ფიქრი და ნაკადული მომენატრება.
არცია ვარდი არც მიხაკი არც ხრიზანთემა აბაბებული როწეული მომენადარება რაფრით არ შემიძლია ბატონო ნეტავ რამდენი ფიქრობს ამაზე ისევ თუ მოვალ ამ ქვეყანაზე რომ კლავ ვიხილო მიწა ზეცა და ენით უთქმელია სილამაზე ეს არის გენიალური განცდა სიცოცხლის შენი ქვეყნის სიყვარულისა და ეს ტრიქონები ეკუთვნის უდროოდ წასულ ჩვენს კოლეგას გეოლოგს სულით ხორცამდე პოეტს ჯანო გიორგაძეს რომელთანაც ჩვენ სტუმრებს უახლოესი მეგობრული ურთიერთობის გარდა ყოველდღიური საქმიანობაც დაკავშირებდათ ისე ბატონო მე მაქსიმალურად ვეცადე იმის გათვალისწინებით რომ ჩვენ ვიზუალურადაც გადავიცემით ინტერნეტში პერიოდულად ისე რომ ჩვენ მასტუმრებმაც არ იცოდნენ მივეცი მსმენელს და მაყურებელს მათი სახეების დანახვის საშუალება იმიტომ რომ ცალკე სიმღერა ოღონდ უთქმელი ამ სტუდიაში იყო ახლა კიდე მათი ემოციის ფონზე და გამოხატულები დიდი მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ ამისთვის და არა მხოლოდ იმისთვისაც კი რასაც რის მოსმენის მოლოდინშიც ახლა ჩვენ ვართ და ჩვენი მსმენელი ბუნებრივია. ახლა მე მაინც მინდა ერთ გარემოებას გავუშვი ხაზი რომ აი ჩვენი სტუმრები დღევანდელ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ანუ მაშინდელ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ყველა რომ გპის ეძახდა ჰიდროგეოლოგისა და საინჟინრო გეოლოგიის პრობლემათა ლაბორატორიის მეცნიერ მუშაკები იყვნენ და სწორედ მათი უმნიშვნელოვანესი მეცნიერული კვლევების შედეგი იყო რომ ეს ლაბორატორია შემდეგ სექტორად და ბოლოს სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტად გადაკეთდა. ჯანო გიორგაძე ამ აქ იყო სწავლული მდივანი ბატონი ნოდერცეთოდე განყოფილების გამგე იყო მინერალური წყლების და მაგიტო გვიყვარს მინერალური წყლები. სიროქ და სწორედ აი ამ ურთიერთობაში ამ ყოველდღიურ სიახლოვეში იკეთებოდა თითოეული მათგანის ხასიათი და ისიც შეიძლება ითქვას რომ ისინი ერთმანეთის გარეშე უერთმანეთად არ ცხოვრობდნენ. ახლა დღეს ჩვენთან უნდა ყოფილიყო კიდევ ერთი წარმომადგენელი აი ამ ინსტიტუტის ბატონი ჯემალ გაბეჩავა, მაგრამ მან ვერ შეძლო მოსვლა, თუმცა მეგობრების მიმართ გამოთქმული ექსპრომტებით ისე ჩვენი გადაცემის სრულფეროვანი მონაწილე იქნება დღეს და ჩვენ რამდენიმე ექსპრომტს მისას აი ჩვენი აქ ყოფის სტუმრების მიმართაც და სხვების მიმართაც რასაკვირველია წავიკითხავთ და ეხლა აი ბატონო ვაჟა ბატონო ილამაზ მე იცი თქვენ რომ ჩარჩოს არ ვაკეთებ თქვენ როგორც გაგეხარდებათ რა მიმართულებითაც გნებავთ ისე წავიყვანოთ ჩვენ დღევანდელი გადაცემა კარგი მიმართულებით წავიყვანოთ და კარგი მიმართულებით წავა იმიტომ რომ ჩვენ ის სამეგობრო უნდა გავიხსენოთ ის ადამიანები უნდა გავიხსენოთ რომლისთვისაც აი ამდენი წელი გავიდა თქვათ თუნდაც აი ჯანოს გარდაცვალებიდან და არ არსებობს ჩვენი შეხვედრა ნებისმიერი რომ აი არ ვახსენოთ და არ მოვიგონოთ და არ გავიხსენოთ ის ფეიერვერკი რომელსაც ის ახდენდა ხოლმე აქ ჩამოსული სტუმრების მიმართ თუ უცხოეთში ყოფი კი ბატონო და მით უფრო ბატონო აი მე ბევრი მსმენია კარგად ვიცი ჩემი უფროსი თაობის გამშობლებისგან უფროსი კოლეგებისგან მეგობრებისგან ერთგვარი აი პროფესიული მეგობრობის ნიშნითაც კი ვართ ქართველები გამორჩეული ვიცი როგორ მეგობრობენ იურისტები ვიცი როგორ მეგობრობენ ფილოლოგები მედიკები აი გეოლოგები გამოირჩევიან შუაშუის ამ თვალსაზრისით პირველობას არ თმობთ არა და გეტყვით რატომ მაგას თავის საფუძველი აქვს
ნუ იგივე ბუღალტერი ეკონომისტი თუ მარტო ზამთარში არის ზაფხულში ცალ-ცალკე გეოლოგები ზაფხულში ერთად თორ და ზამთარში ოთახებში ზაფხულში ველზე და აი აქ ვინც ვარ ცუყა და აი ჩვენ სამეულით ერთად რამოდენიმე ექსპედიცია და აბსოლუტურად დაუწყარი დღეებია როცა ექსპედიციაში ხარ და გეოლოგის იმაში რა არის იცით აი გონებაში ემოციაში როგორც გაზაფხულდება იმ წუთში აფორიახებული ხარ გული მიუწევს უკვე უნდა წახვიდე და ამ სამზადისიდან დაწყებული უკვე ბედნიერი ხარ და უამრავი აი იგივე ჯანოს თუ გავიხსენებთ აურაცხელი ბედნიერი დღეები გვახსოვს აი განსაკუთრებით ექსპედიციის პერიოდიდან აი ჯანოსთანაც ჯერ რა მინდა იცით პირველ რიგში მინდა მე მიესალმო აი ბატონ ილამაზის წიგნს რომელიც ახლა გამოვიდა პატარა მოცულობის არის მაგრამ არაჩვეულებრივი აი თბილი სიყვარულით გაშგანთილი აი და მე სულ ამან ერთ კიდევ გამიცოცხლა ერთი აზრი რომელიც მომხრე ყოველთვის ვარ რომ ჩვენ წასულ მეგობრებს სხვას ვერაფერს ვერ გავუკეთებთ გარდა იმისა რომ გავიხსენოთ ხშირად ხან ზეპირად ხან წერილობით ხან ტელევიზიის ხაზით ეგ იქნება მათი უკტავა მეტი ჩვენ აქ დარჩენილებს არაფერი შეგვიძლია ეხლა ჯანოზე მინდა მოგახსენოთ რომ აი სულ რამოდენიმე 2-3 წლის მე და ილამაზმა შევკრიბეთ მთელი მაგის დატოვებული რაც დარჩა ლექსები თვითონ პრინციპულად წინააღმდეგ იყო არც ერთი სიცოცხლეში არც ერთი ლექსი არ გამოუქვეყნებია და ძალიან დიდი დრო დაგჭირდა ერთ წელზე მეტი დავხარჯეთ რომ შევკრიბეთ მოაგროვეთ ზოგი ოჯახებში ზოგი თავისთან გამოვეცით გაუთხებლა დღემდე რეკავარ ეს რა ლექსები ქონია და სად იყო აქამდე და ნამდვილი პოეტია არაჩვეულებრივი და ახლა ერთი ეპიზოდი მინდა გავიხსენო მაგის პოეტური ბუნების რომ არაჩვეულებრივი პოეტური იყო ცხოვრებაში რომ გაზაფხულია ეს დიდი ხნის 60-იანი წლები არ შეიძლება ხო და ხონელი მეგობარი ჩამომივიდა იურა ესენი იცნობა ყველა და ყვირა დღეს წავედი აქ თბილისთან ახლო ეზომაქ რა პატარა ვენახია და გასვლის პერიოდია და ყველაფერი ყვავის გაზაფხულია და წავიყვანე ეს ჩემი მეგობარი და წამომეხმარეთ ხო ჩავიყვანე და ვენახს ხლავთ ეხა მეხმარება თანის თუ მეუბნება რომ კაცო მე გამიგიაო და წამიგი თავისი ლაპარაკ ვითომ ჩემ გასაგონად გამიგიაო რომ პროვინციის დარს თუ მაგრამ ჩამოდითო მიყავთ ოპერაშიო თეატრშიო ბოლოს და ბოლოს დღის სეანსზე 20 კაპიკიან კინოში მაინც მიყავთ ეს ვენახის გასვლა ხოლში მაგრამ რაც მინდა და ამაზე მე ვიცი და გაიგო ჭიშკარი ეზოსი და შემოდი ჯანო გიორგაძე რაღაცა უჭერია ხელში ხო და აი მე ვთხარი ნახე შეროებას აი ჩემი მეგობრები მოდი რომ მომეხმარო მე ვთხარი რატო ჩამოხვი დავრეკე შენთან მითხრეს რომ ავჭალაშიო წამოვედიო მე ვთხარი რა ვითარი მოხმარება არ დამაწყებიო ეხლა მე აბა რა გიდა რა ჩამოხვდი მე ვთხარი გაიხედ გამოიხედე შენ რამის მეტი რო არაფერი გახსოვ უნდა ნახე გაგასწრებია და გამუშავა გლეხი რო ხარ წარმოშობი რაღაცა შენ აი შეხედეო და ჩამოვედი რა ვით დავტყვეო ბობეცის გასაშლელი საწოლი რასკადუშკებს რო უძახ გექნებაო პეტრ აგენ წაიღო ზეი ტერა ესე ფერდობია ჩემი და ზევი წავიდა სულ ბოლოში ტერასაა და იქ სხალი ყვაო და მახსოვს ალუბალი რაღაცები და იმის ქვეშ დადო და იყო იქ მივხვდი ახლა რაშიც არის საქმე რომ ეს განწყობა მოერია გაზაფხულის და ვერ მოისვენა ოთახში ვერ მოისვენა მოვიდა იქ აი მე ილამაზმა იცი შესანიშნავი ლექსი აქვს მაგაზე დაწერილი ხო და რაღაცაზე ისეთი ისა მე იქ ჩვენ ორნი ვართ რაღაცა და ყველა ეჭვს რომ ვითომ ის მეორე ქალი იყო მე ვიგულისხმობდი ისა და აი ესეთი პოეტური ბუნების კაცი იყო იცით საოცარი ამ ბუნებასთან დაკავშირებით ჯანო მართლაც არაჩვეულებრივი იყო მაინც ჯემალ გამეჩავას ერთი ლექსი მინდა სწორედ აი როგორი ტიპის კაცი იყო მოსკოვიდან ჯანიკო გიორგაძეს დილის 5 საათია მოსკოვია ხაზზე ზარი რეკავს ტელეფონის ვერ მოვდივარ აზრზე ყურმილს ჩემი ცოლი იღებს ხომ არ შეგეშალათ არა ის მისაპასუხოდ სთხოვეთ გაბეჩავას არ ველოდი ამ დროს ამზარს მოსკოვიდან თანაც იქ არავინ მეგულება ჩემნი აქ ამყვანან ხმები ისმის ტელეფონში ვინ ხარ ჩემო ძმაო პასუხია ჯანიკო ვარ ცუდად გესმის ჯანო
ბოდის გიხდი გაგაღვიძე გზნობა ვერ დავმალე არ მინდა რომ ჩემზე ადრე ვინმე მგითხრას ხვალე ჯერ ნურავის ნუ გამხელ მტერმა არ ქცეს თვალი შენ ხარისხი დაგიმტკიცეს გილოცავო მთვრალი ეს პატარა მოგონება მისთვის წამამძღვარე რომ ჯანიკოს პიროვნების სული გადავშალე ვისთან სიამტკბილობითაც წლები გავატარეთ ის დღეები სამწუხაროდ წარსულს ჩავაბარეთ რა ლამაზად მოილია სოფლის თავის წილი ბავშვისათვის მამა იყო უფროსისთვის შვილი აი აქ არის ხო რაფასი აქვს დღეს მითხარი ჭავჭავაძის გამზირს თუ ჯანიკოს ვერ შეხვდებით სიყვარულით სამზირს წასვლით ყველას უდროოდროს გაგვიჩინა ბზარი ღმერთო მისი სულის მოსაგვანად უნდა რეკდეს ზარი აი ეს მართლაც გამორჩეული იყო ყველანაირად და მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა უთხრა ბატონ ილამას და ბატონ ნოდარს რომ მათ უკდავყვეს ჯანო გიორგაძის პოეტური სული, იმიტომ რომ ის კრებული, რომელიც სრული კრებული, ახლა რაც კი იყო, ყველაფერი მოიძიეს და გამოსცეს ცალკე წიგნად, ეს დარჩა შთამომავლობას და მართლაც ახლა ეს კიდე ერთი მაგალითია ჩემთვის, რომ ბევრს აქვს პრეტენზია პოეტობის რაღაცა და ნებისმიერ ადამიანს, კაცს, რომელსაც თავის დღეში არ თქოს პოეტი ვარო, მაგრამ სულით და ხორცით პოეტი იყო, თავის ბუნებით, თავის განწყობილებით და ის იყო მართლაც პოეტი. მის წიგნს რო აიღებ ხელში, ნებისმიერ დიდი პოეტის ლექსების გვერდზე რამდენი სიმღერა შეიქმნა მაგის ლექსებში. ჩვენ კიდე მოვისმენთ სიმღერას. ეხლა ბატონო ილამას მე ისევ ჯემალ გაბეჩავას მოუბრუნდები და მაინც წავიკითხო ახლა გავაცნო ჯემალის თქვენდამი დამოკიდებულება. ილამას მიწიშვილს. ბაგრატონთა მუხტო და გენო ერისთვის იწვი როგორც სანთელი. ღმერთმა უმრავლოს ილამას ჩემო ჩვენს მამულს კაცნი შენებ ქართველნი. ქართული ზეცა, ქართული მიწა, შენი სული და შენი ფესვია, შენ შვილებს დახვდეთ გზებად და ხიდად, რაც კი რა მადლი დაგითესიათ. აი, ერთ-ერთი ისა ცოტა განმარტება რა დედა ყავს ილამას ბაგრატიონი, იმიტომ არა, ნუ არის ფიქრობ თვითონ არის ბაგრატიონი რაღაც. თვითონ მიწიშვილია, დედა ყავს ბაგრატიონი. ეს არ არის. და აი, კიდევ ერთხელ რომ აი ეს წიგნიც მიემატა ახლა იმ დიდ წიგს ბატონი ნოდარისაც, სადაც ჯანო გიორგაძეზე და ძალიან ბევრზე და ცალ-ცალკე დაიწყო უკვე ბატონო ნოდარმა წიგნების გამოცემა, აგერ გურამ ასათიანზე ცალკე წიგნი გამოვიდა, თემიკო ჩირგაძეზე ცალკე წიგნი გამოვიდა და მე ვარ დარწმუნებული, ღმერთო ჯანი მოგცეთ ბატონო ნოდარო, ცალ-ცალკე ყველაზე იქნება თქვენი მოგონებების წიგნი კიდევ. რასაც მოასწრებს სიცოცხლეში ყოველდღე ვეღარ მოასწრებს. ბატონო ილმას, სიტყვა თქვენია. მე ბევრს ვერაფერს მოგახსენებთ. გარდა იმისა, რომ როგორც ერთი უბრალო რიგითი ქართველი ადამიანი, მე ჩემი ერის თაყვანის მცემელი ვარ. ძალიან მტკივნეულად განვიცდი იმას, რაც უარყოფითია ჩვენ ცხოვრებაში, მაგრამ მაინც საბოლოოდ არ მინდა დავკარგო იმედი. ამიტომ მე ჩვენი ხალხის ბუნებაში ვეძებდა საბედნიეროდ ხშირად მოვიძიებ ხოლმე ისეთ თვისებებს, რომლებიც ჩვენი ერის უკდავებას განაპირობებენ. ერთ-ერთი ასეთი თვისებათაგანია ჩვენთვის დამახასიათებელი იუმორი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი სასიცოცხლო წყარო ერის არსებობისა. და მეორე, ეს არის ჩვენი ქართული სიმღერა. ჩვენი ქართული სიმღერის წინაშე მე ყოველთვის მზადა ვარ აი მუხლებზე დავეცე და ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი გადაცემა სწორედ ამ ჩვენი ეროვნული საუნჯის ამ მარგალიტით დაიწყეთ. თვალებზე ცრემლები მომადგა. აქედან გამომდინარე, აი ეს პატარა მოგონებების წიგნი სწორედ აი ამ ორ ძირითად მიმართულებას ასახავს. მე რაც შემეძლო ის შეძლების დაგვარად აი ამ ორ ფენომენს მიუძღვენი და
მე ფაქტობრივად მეტი სათქმელი არ მაქვს. თუ ბოლოში 1-2 სიტყვის უფლებას რასაკვირველია? 3 სიტყვის უფლებას მოგცეთ. მაგრამ მაინც ამ წიგნის გამართება თუნდაც იმიტომაც აქვს, რომ აი ეს ექსპრომტები ჯემალგაბეჩავაზი რომ შეინახეთ და გამოვაქვეყნეთ. ამას ეს არავის არ ეცოდინებოდა და არადა ეს არის დამოკიდებულება, სწორედ. მე მაინც მინდა ბატონო ვაჟა ამასაც თქვენ მართალი ბრძანდებით, იმიტომ რომ ჯემალი ძალიან კომუნიკაბელური გასწრილი ბიჭია, იმიტომ ვეძახილე ჩვენზე ახალგაზრდა, მაგრამ ძალიან მოგრძალებული ბიჭია და მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ეს შემთხვევა რომ არა, შეიძლება არც არავის არ ცოდნოდა. რასაკვირველია? მე მაგალითად არ ვიცოდი რა, ესეთი ჩემზე ასეთი რაღაც ყოდა. საერთოდ ექსტომტერი იყო. ბარემ წავუკითხავ ჩემს სმენელს ბატონ ვაჟა ჭუმბურიძეს მიუძღვნა მე რო დავიწყო ჩემზე რა დავიწყო იმას ბოლოსთვის ვინახავ იმას ბოლოს იმათ რო ლექსები წაუნძღვარი მე არა ბოლოსთვის ახლა ამის შემდეგ ბატონ ვაჟა ჭუმბურიძეს სიტყვა უხამსი ან ხმა მაღალი შენგან ბატონო არ გაგვიგია ცხოვრების წესი ზომიერი გვაქვს არ მოგიგია არ წაგიგია სხარტი გონის და ჭკუის პატრონი ამ ლექს შენ გიძღვნი ვაჟა ბატონო გისურვებ კლავას გეცხოვროს ესე მოიმკეთ კბილად რაც კარგის თესე ბატონ ვაჟა აი თქვენ საძმოში სამეგობროში ძალიან ბევრი ადამიანი არის ესეთი რომელიც აღარ არის ახლა დღეს ცოცხალი მაგრამ თვითქვის ხო ძალიან ბევრია და რასაკვირველია ჩვენ დღევანდელი დღის ამოცანა ეს იყო გავიხსენოთ ისინიც და რაღაცა პარალელიც მინდა გავავლო აი თქვენი ახალგაზრდობის თქვენი სტუდენტობის თქვენი აი მაწვილკაცობის დროიდან საძმო სამეგობრო როგორი იყო და დღევანდელ დღეს რო ვადარებთ აი შეიძლება ისიც ვთქვათ, რა იკარგება, რა მიდის ისეთი, რომელიც ძვირფასია ჩვენთვის და თოდასე უიმედო დოქტორ რაღაცნაირად თქვათ თუნდაც ის ახლა აი რაც გენიალური აქვს იგივე ჯანოს ნებისმიერ პოეტი შემოქმედი ადამიანი ქართული სუფრა იყო ამის გასაღები შეიძლება ესე ვთქვათ რამდენი სიმღერა შექმნილა აგერ აი ბატონი ნოდარი მოწმე მონაწილე და ავტორიც ხო თანაავტორიც არის იმ სიმღერის რაც ვთქვათ ანა კალანდაძის ლექსზე საქართველოს ლამაზო შექმნა თემო ნაცვლიშვილმა და ერთ-ერთი პირველი შემსრულებლები ვინც იყვნენ ბატონი ნოდარიც მონაწილეა მაშინდელი. აი ეს ყველაფერი ნელ-ნელა ეს ბევრმა არ იცის, მიდის, ღმერთად დიდხანს გამყოფოთ და რო აღარ ვიქნებით ჩვენ მე ესეც დაიკარგება და ამიტომ ამოცანა ჩვენი ეს არის შეკრების დღევანდელი შეკრების მიზანიც ეს არის რომ გავიხსენოთ ის საძმო სამეგობრო. გავიხსენოთ და მე ეს მინდა დავეწყო ერთ-ერთ რომ აი სიმღერაზე აი ჩემი ახალგაზრდობიდან ომი დამთავრდა მაშინ ვიყავ 16 წლის მანამდე მოსიმღერებისთვის არავის არ ეცალა და მე უკვე შვიდობიანი პერიოდი დაიწყო უცებ სიმღერების გაჩნდება რა რაღაცა უცნაური მოლიპულ გზაზე მივდიოდი და რაღაც ძალიან ასე ვთქვათ არც თუ ისეთი ბები ამყავდა პოვარი და ნელა შემოდიოდა ესეთი სადა მე უცბად გაჩნდა საესტრადო ორკესტრი ჯან ბაგრატიანის ხელმძღვანელობით რომელიც პერხანოზეს აი იქიდან უკვე სიმღერასაც მიეცა თავისი გზა და მე მოემატა მე თქვენი კოლეგა სოსო ტუღუში გამოჩნდა ხო და ეს სოსო ხო იყო და მაგალითად საკუთრებით მაშინ და აღნიშნო რომ ეს პოლიტიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრი ეს ის პერიოდია როდესაც ჯაზი სიტყვა რო გეთქვა ამის გულისთვის არ იყო ეს იჭერდე ჯაზზე იჭერდე ხო და მაგრამ ამ თელმა ამ კოლექტივო დორიან კიტიას ამის ყველას აი ეს ერთობლივი ჭკუით ისეთი რაღაცები გააკეთეს რომ არც ჯაზია ვითომ არადა ჯაზია ისეთი ის არის რა აი მაგალითად იყო ესეთი რა ჯაზური სიტყვებით ასე მისტერ ბუმ ამერიკელმა ძიამ საქმეები გამოიზია შეერთებულ შტატებს მართავს როგორც ბატებს იგი პრეზიდენტის სიძია
და რა თავს კერი მილიონერი და ბოლოს უსტიტით მისტერ მაგატონ ბურღუმბორას არაგიფეთხდეთ ამერიკაში. ეს იყო, მაგრამ ეს მიდიოდა ისეთი ჯაზით, რომ ინგრეოდა იქაურობა, მაგრამ დარბაზი შეგვავდა. ხო და აი ახლა ეს ჯაზი წავიდა მოსკოვში. პირველად ერთ-ერთი ინსტიტუტის მოხდა ესა. ის მოსკოვში საერთოდ ჯაზზე ლაბორატორია არ არის. ამათ ახლა მით უმეტეს როცა ქართულად ლაბორატორია იმან არის მაგრამ უკვე მუსიკა აი პირველი ხო და ისეთები გადადრე ხანუსანი მილიცია იცავდა იქაურობა მართლა ცნობილი ფაქტია ხო და აი მე ხო და ამიდან აქედან რო შემოდოდა სოსოზე მიდა გავიხსენა სოსო თვითონ ისეთი პიროვნება არა ვერც აი თვალკე რო დაელაბორებდა ვერც კი წარმოიდგინე ამ კაცს ჯაზს რამე ან იუმორი თუ არ ვერ წარმოიდგინე თუ იცის რას ნიშნავს აი ესეთი იყო მაგრამ ნუ თვითონ ხო და იყო იუმოროვანი მუსიკოსი ხო მუსიკოსი და იუმორს მითხრა აი ელმაზიც წერია აი ეს დამახასიათებელი სოსოსთვის სოსოს მოგებოდა ანეკდოტა აი ეს შუაში თვითონ კვდებოდა სიცილი ბოლოს ამაზე გეცინებოდა ვერ დაანთავრებდა აი ეს ის არის გურულების ოჯახია და ერთი გადარეული გურული რომელიც თავის სამეზობლოს აგინებს და ერთთან ბავშვს გასაკუთრებით და ეს ერთი ოჯახია სასუქალები იყვნენ და ეს გაუთხარი ქალები მიადგან თრალ და აგინებს ასე ფუნქცი სახელები და პისტი და ესეც უყურე ჩამოყვა თქვენი ასე თქვენ ისე ხო და იქიდან ხმა ის პისტი არა ბატონო სახში პიხრი ახლა რო არ არის სახში რა უკრა ხო და ამის გამო ამას რომ მოყვებოდა სოსო და თითო და გაიჟდებოდა ესეთი ძალიან დიდი მადლობა სვენელია ხაზზე შემოუშვათ და განვაგდოთ გისმენთ ეთერში ხართ ალო გამარჯობა მოგესალმებით ბატონო დიდი მადლობა ჯანიკოს გახსენებისთვის იცით თქვენ ყოველთვის კარგი გადაცემები გაქვთ ეს რაღაც განსაკუთრებით იცით 55 წლებში ვსწავლობდი გებრიში ну არაჩვეულებრივი იყო ჯანიკო ჯერ არავინ არ თქვა რომ შესაძლებლობას არ აქვს მნიშვნელობა როგორ პროფილორზე ვიყოთ რომ ქუჩა მოქონდო ასევე ჯანიკოს არაჩვეულებრივი წილი იყო გადასარევი თვითონ და ლალია კობაშვილი მაგრამ მარტო შესაძლებლობა ხო არა როგორ გამოვიდოდა ოლიმპიადაზე როგორ კითხულობდა ლექსებს იცით აი არ გეთხინოდა კომუნისტებმა იცოდნენ კადრების შერჩევა ჯანიკო გიორგაძე სულიკო ხაბეშვილი გოგი აზროიძე რა ხალხი იყო რა ხალხი როგორ გვენატრება ახლა ჩვენ თავრობაში ეს ხალხი არაჩვეულებრივი მქონდა რაღაც ურთიერთობა იმიტომ რომ ჩემი ჯგუფელის იყო ასეთი ჯემალ გოგორიშვილი კლასელი იყო ისიც ძალიან კარგი ბიჭი ძალიან მოკლედ ჯანიკოზე რა უნდა ვთქვა თქვენ ცხოვრობთ იყო გამორჩეული პიროვნება გამორჩეული დიდი მადლობა ჯანიკოს გახსნით დიდი მადლობა თქვენ დიდი მადლობა რომ თქვენს გაიხსენეთ ბატონო სოს ვახსენეს და მე ერთი ჯერ ესეთი ხაზი მინდა გაუსვა რომ აქ თითქოს არის კათედრის წევრი იყო გეოლოგი იყო და საინტერესოა ისიც რომ მე და ვანო ვიხსენებდით გუშინ ტელეფონით რომ რამდენი გეოლოგია მე მუსიკაში წასული ასე ბიზი ყანჩელი გიაყანჩელიდან დაწყებულა ბზვანელი სულ გეოლოგები იყვნენ და ესოს უკრავდა ჯაზ გარდა იმის ხელმძღვანელი ტრუბაზე უკრავდა საყვირს არა აქ ტრუბა უნდა არა იმიტომ რომ საყვირზე მაშინ იუმორი იქერგება და ამ ტრუბაზე ტრუბა ყველა და კარგად უკრავდა როზნერის გავლენის ქვეშ იყო და როზნერის ხუჯავდა და მოგეთე და ექსპედიციაში ვარ მე და ვაჟა ერთად მას ჯავაში და ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომელია ვანოს ტუროა იმას ბანჯო წამოიღო გიტარა დასარტყამი ინსტრუმენტი რაღაცები და ნუ ჩვენ ამაზე ვახერთ ამბავი ის მოდელი შეიძლება ის ყოველ მხრივი კაცი იყო ხატვარიც იყო მოგანდაგაც იყო მუსიკოსიც იყო და რა ის იყო და თან გეოლოგი და თანაც გეოლოგი გეოქიმიკოსი ძალიან ჭირი მოსკოვის უნივერსიტეტში დამთავრდა მე ჩვენთან მოვიდა ხო და ამ დროს ჩამოვიდა სოსოტუგიში ჩვენთან თავის საქმე ქონდა იქ რა ჭაბურგილებზე და ჩვენ ვეხმარებით მე და ვაჟა რაღაც ნიმუშებს იღებს ერთი რომ ერთად ვართ და ჩამოვიდა თუ არა ახლა ეს ინსტრუმენტები ხო და ვიფიქრეთ რომ იქნება ეს ტრუბაც აქ ჩამოწერილი ვეხოზე სოსო ტრუბა არ ჩამოიტანე აუ არა მე ახლა რამდენი ინსტრუმენტი ბარე ტრუბა რატოა და ეს ტრუბა რო ქონოდა ტრუბა რო და არის ამ ტრუბაზე ლაპარაკი გავიდა მე ჩემი შვილებიც იქ არიან და ჩემი გოგონა
რომელსაც ახლა 4 შვილი ყავს, არის მაშინ 8-9 წლის რაღაცას. ხო და ჩამოვედით, გავიდა რამოდენიმე 2-3 წელიწადი არის გპ-ის ჯაზის საიუბილეო კონცერტი. გაიღო სცენა და გამოდის ეს თეთრ კოსტიუმში, სოსოტრუში და ის მეუბნება ქეთი, მამა, ამ ტრუბაჩის რა უნდა? თურმე თელის ზაფხულის ტრუბა და იფხე ალბათ ეს ტრუბებს წმინდა. ტრუბა რა არის და ამ ტრუბაჩის რა უნდა? ხო და ეს მოუყევი მე გურამბუაჩიძის დაცვა არის დისერტაციის და გვერდზე მიზის სოსო მოუყევი და გული ყინაღამ წავიდა და ადგა და გავიდა. ვეღარ მოისურდა. ისე ბატონო დღევანდელი შეხვედრის მნიშვნელობას კიდევ რატომ მინდა ხაზი გავუსვა? თქვენ ბრძანებთ ბატონო ივანეს ჩემი ქვეყნის ასეთი ერთგული ვარ და თან მოამაგე და ბევრი რამ გტკივათ, რასაც დღეს უყურებთ. ბევრ რამში ჩვენს გეთანხმებით ბუნებრივია. ეს ის არხია, რომელიც ქართულ კულტურას და კონკრეტულად ქართულ სიმღერას მართლაც ერთგულებს ჩვენს რადიოზე ვსაუბრობ და ბუნებრივია ჩვენს მსმენელსაც თუნდაც იგივე გპ-ის ჯაზ კვარტეტი იქნება თუ ზოგადად ორკესტრი არაერთი გადაცემა მოусმენია, მაგრამ დღეს ჩვენ ისეთი ამბები მოვისმინეთ, რომელიც შესაძლოა ბევრ გადაცემაში ვერ ხოს ადამიანმა ამდენად დელი. იმიტომ რომ მოწმე ამად გარდა აღარავინ დაჭა. ჩვენი ასაკის მარტო ჩვენ სამილად ხართ. მეტი არავინ არის. გამხსენებელი. ეს ოპონენტსაც ვერ იპონებს, ოპონენტს. კიდევ ერთი მსმენელი. სვენელია, გისმენთ ეთერში ხართ? ალო. მოგესალმებით, ეთერში ბრძანდებით. ალო? ვიცით? ეთერში ხარ, დიახ. გესმის თქვენი ხმა. პატულოვანო. დიახ. დიდი მადლობა ჯანოს გახსნებისათვის. მიცოცხლე. მე ვარ გეოლოგი. ბესიკ ვაშაზით მეუბნე. დიახ, გისმენთ. ვაშაზები ალბათ გახსოვთ არა? როგორ არა? ძმები ვაშაძე. ყველა გეოლოგები. ყველა გეოლოგი. კი ბატონო, დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ, დიდი მადლობა. გადაცემის ახლა აი ბატონმა ნოდარმა საყვედური გითხრა და ახლა მე არ მინდა რომ ესე საყვედური გითხრას და მე არ შემიძლია ჯემალ გაბეჩავას ლექსი არ წავიკითხო ნოდარ ცერცვაძეს. ქალაქში დადის კაცი კაცური, კაცი ალალი და უღალატო, თბილისი უყვარს როგორც სიცოცხლე ესადებს ხოლო ცოდვა ბრალადო, სიმღერაც ჩვენის, მოლხენაც ჩვენის, დახშირად ყანწიც ჩვენის თამადის, ღმერთთან უმრავლოს ოჩო ბატონო, თბილის კაცები შენის თანანი. ტაში. ბატონო, შეიძლება მე შესავალი მინდოდა ამით დამეწოდა რაღაც გადამეყონა სხვა იმაზე. აი რა მინდა გითხრა თქვენ როგორც თქვენ ახლა როგორც სვენელი ისახავთ ჩვენ მეცნიერები რომ აი ეს რასაც მიუძღვნა ჩემმა ილამაზმა ის წიგნი არის ერთი გეოლოგების ერთი ჯგუფის ცხოვრება ეს იყო პოლიტექნიკური როგორც აღწერია მე ინსტიტუტად გადაკეთებული და კოლექტივი და კათედრა აი ვაჟა იყო კათედრაზე მე და ილამაზი ვიყავით ინსტიტუტში მაგრამ სულ ერთად ვიყავით იმდენად ერთად ვიყავით რომ არავინ არ იცოდა ეს სად იყო ჩვენ სად ერთად ვიყავით და ამაზე ბარემ ჩავსვა რომ იქ ჩვენ იმას სექტორში სადაც ვისხედით კათედრა ცალკე იყო გვედგა ისა მაგიდის შოგურთის მაგიდა და იყო თამაში რაღაც სანაზლეები ჩხუბი გაერთი და ვაჟას უჩვენთან არის და აი ეს ვანოსტურუა თქო რო ვიძახდი ის ჩემი ასპირანტი ნუ მოწაფე იყო და დამარხვა ამა მოსკოვიდან ახალი ჩამოსვიდა ნახევრად გარე და დამარხვა პაპულა ნუ პაპა რა და პაპულა ეს მიზახის პაპულა და მე სხვების მიზახი ნუ ეს ისეთი გავხტარი იყო რომ მე ჩემი შვილივით გავხტარი იყო და მეგონა მართლა ჩემზე უცროსია და პაპულა და ერთ ჩვენ ერთ დღეს დამპატიჟა დაბადების დღეზე მივედი ამასთან და აღმოჩნდა რომ 3 თვით უფროსია ჩემზე. შეუსვიდეს რომ მე შენ ხარ პაპულა თუ მე ვარ პაპულა რა. ხო და არა რაზე შენ დაბადების დღეს არ იხდიდი და იმიტომ არ გადამიყვანა და მოხდა არაჩვეულებრივი თანდამთხოვა თუ იღბალი თუ ბედი იყო თუ არ ვიცი რა არაჩვეულებრივი კოლექტივი შეიკრა. არა მარტო თქვათ ამ სექტორის ისტორიაში შეიძლება მაშინ 60 ინსტიტუტი იყო აკადემიაში. ასად არ იყო ეგეთი. ესეთი კოლექტივი მე არ წარმოვიდი. როგორ იცით, აი ჭკვიანები, განათლებულები, რა ქვია, დროს გონება מחვილები, აი ზოგი პოეტი, ზოგი ცეკვავდა, ზოგი არაჩვეულებრივი და რასთავარია უწყინარი არავითარი კონფლიქტი მე არ მახსოვს რაიმე უსიამოვნება იქ აი არაშო მოსიყვარო იმდენად რომ დღე და ღამე ერთად ყოველ საუზოზე მივიდიოდით ერთად ნუ რაღაც არაჩვეულებრივი
რაც აღარც გამეორდება ალბათ ამ ქვეყანაში და აი ის დღეები აქვს და ამ ილამაზმა კარგად შეარჩია სიტყვა ოქროს ხანაო ის იყო იმ ინსტიტუტის ოქროს ხანა ეხლაც არსებობს ის ინსტიტუტი არავინ არ იცის ვინ არის იქ მე მაგათ აღარ ვიცი ვინ არიან ის ინსტიტუტი რო დარჩენილიყო ეს ხალხი ვინც იქნებოდა ეს ნელა ყველა გაიზარდა და თავთავის საქმეს ხო და ეგ მინდოდა მე მეთქვა რა ის იყო ნამდვილი მეცნიერების სამჭედლო და რა გაგებით მოდიოდნენ ახალდამთავრებული ნიჭიერები შერჩევის მიხედვით ახლა ყველა ვერ მოდიოდა ხო და ამთავრებდნენ ასპირანტურას წერდნენ აი სამჭედლო იყო დისერტაციების დაიცავდნენ დისერტაციას და მერე არავინ აღარ რჩებოდა იმიტომ რომ აქ დაბალი ხელფასები იყო და მაშინ იმიტომ რომ წარმოება წაიქეზებინათ წარმოებაში ვინც მიდიოდა ხარისხიანი მათ ძალიან გაცილებით მაღალი და ამიტომ ყველა მირბოდა იქ ყველა ოჯახის კაცი იყო და ასე იგი აი სამჭედლო იყო დაიცავდა ის მერე გარბოდა მაგრამ ჩვენ აი ურთიერთობას მაინც არ უკარგავდით აი დღემდე ვართ ესე აი ესეთი აი ამას მიეძღვნა ეს წიგნი აი ბატონ ვაჟას თხოვა ცოტა ხნის წინ რომ თქვენი სამეგობრო თქვენი საძმო და რეალობას შევადაროთო ახლა როგორ არის რას ვკარგავთ რა შევინარჩუნეთო და თქო ასე უიმედოდ მე ვერ ვუყურებ მაინც და მაინც კი ბევრი რამ კარგი მიდის და ალბათ არც რამდენად კანონზომიერია ეს მაგრამ თქვენთვის იმედი სად არის ბატონო და რა ამ რეალობაში ამ ახალგაზრდობაში მომავალში არ მინდა ახლა ჩემი იმედი უკვე იქ არის შევით გზაზე ვარ არა რა შეცაგო უიმედო კაცი მერთან უხნას და ქართველი კაცი აი როგორც ილა მაგეთი არსებობს და იმედი რო არ ქონოდა დღემდე ვერ იქნებოდა ერთ დღეს რომ მოისპობოდა მეორე დღეს ისევ შენდებოდა ქვეყანა იგივე თუნდაც მადლობა ღმერთს რომ ასეთი ოჯახები რომ არიან თქვენ ხომ ყავთ შთამომავლები ყავთ მეზობლები ყავთ მეგობრები სანათესაო ეს დიდი ძალაა ბავშვები დიდი ძალა რო არ ყოფილიყოს ბატონო ნაზარ მაგრამ 5-6 წიგნი დაბეჭდა ბავშვების მოგონებებიდან ბავშვებიდან გამომდინარე წერლებს არა გამდენამდე სონასა არა რა იმედი ალბათ არა გვაქვს მაგრამ კონკრეტულად რომ მკითხოთ რისი რატო ვიცით რომ არა მარტო ჩვენი ინსტიტუტი ეხლა ვერ ჩამოქი მაგრამ უამრავ ნახევარი ინსტიტუტები დაიხურა რატო რის აი იგივე ფილოსოფიის ფსიქოლოგიის ფიზიოლოგიის გეოლოგიის სოფლიო მნიშვნელობის სოფლიო ავტორიტეტის ქონა ინსტიტუტი რაც მე ვიცი ნამდვილად ის მოწმე ვარ და იქ დავიცავე მე დისერტაცია. ხო და ეხლა ერთი წუთით. აი მასთან დაკავშირებით აი გეოლოგია რო ეს არის, რა? ეხლა ხშირად აქ პრობლემები წარმოიჭრება გეოლოგური ხასიათის. ხო და აი მე დამახასიათებელს ახლა ის იყო ხუდონზე შეიქმნა ერთი ამბავი რომ აი აშენდეს არ აშენდეს სადა ხუდონზე ქართველ გეოლოგებს შესწავლილი აქვს თავიდან ბოლომდე ყველაფერი ის არის არ ახსოვს ხო და ხუდონის ექსპერტისთვის ჩამოიყვანეს ჰოლანდიელი გეოლოგები სადაც ჰოლანდია ნახევარ წყალს მიაგაზო ხო და რას კიდე და შემოიმდენა კადილი თვითონ უყურებენ სად არის ამის ხეობა სვანეთი ეს ჰოლანდია ასდარ არის არ ნახიათ ამის აი რა არის ახლა დაცინო არა ხო და ერთი მსმენელი ყავს კიდე შემოუშვა და განვაგდოთ გისმენთ ეთერში ხართ გამარჯობათ მოგესალმებით გაბატონებინა თქვენ სტუმრებსაც გეოლოგი ოღონდ უნივერსიტეტელი გეოლოგი გპის გეოლოგებს სამები და ჩემი მეუღლე იყო ფიზიკოსი და როდესაც სუფრაზე რამე საგრძელო ისმოდა ის ყოველთვის მეგობრობის საბერძნოს გეოლოგების თამადობით სვამდა. სწორი კაცი ყოფილა. ვინ იყო ჩვენ აი ვიცნობთ. აი თქვენს მეგობრობას გაუმარჯოს და დანარჩენი ყველას. გითხარით ვინ იყო ჩვენი სტუმრები გთხოვენ იქნებ ვიცნობდითო. არა რას ვიზამთ რამ დროს თავისი მიაქვს ასე ვთქვათ. არა აინტერესებთ ჩვენ სტუმრებს თქვენი მეუღლის ვინაობა იქნებ ვიცნობდეთ იმიტომ რომ კაცი რომელიც გეოლოგების საგრძელოს სვამს არა გეოლოგი ესე იგი ძალიან კარგად იცნობს გეოლოგიურ სამყაროს. ის იყო უნივერსიტეტელი ფიზიკოსი 54 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი და ჩვენი თაობა ისე რომ თქვენი თაობის იყო. რა გვარი იყო რა გვარი? გვერდწითელი. გვერდწითელი ფიზიკოსი? კარგად დიდი მადლობა. ეხლა მე მინდა ჩვენს ხმის რეჟისორს იაჭელიძეს ვთხოვოთ, ჩაგვირთოს ფირი, კიდევ ერთხელ დავტკვეთ ჯანო გიორგაძის ლექსზე შექმნილი სიმღერით.
თუ სიბერე მოდის თუ ჩამოკრას არმა თუ კი დაუბერა შემოდოგომის ქარმა რატომ ელავს გულში სიყვარულის ფერი სიყვარულით მთვრალი ვარ და სიყვარულზე ვაღერი თეთრი დღეშა vera shabite tetrite shabite vera peritsa vera shabite erti gogos eşhit erti gogos daradi ერთი ბიჭი ისე ქუჩა დადი რატომ ელავს გულში სიყვარულის ფერი სიყვარულით მთვრალი ვარ და სიყვარულზე ვაღერი თეთრი შავიტყვე ამათეთრი დღე შავიტყვე ვერაფერისა ვერა შავიტყვე ცივათოვლის ფანტელი თეთრი ფიფკი ფიქრი შავი ფიქრი ოღონდ რამდენი ცივათოვლის ფანტელი მოდის სანამ ვინმე მოვა შეზეფიქრებს კანდევნის დაღამება სევდამო გულირითი გავართო ახსარები ზაბარათო მოგცე უმისამართო ისე უმისამართო ისაქარის ამობს გვარი საგულედა გული ღვირის ისაქარის ამობს გვარი საგულედა გული ღვირის ისინი აქარიან. კიდევ ერთი მსმენელია, გისმენთ ეთერში ხართ? დილამშვიდობის, შემოძვირფასებოს, დიდებულოს სტუმარ მასპინძელო, სამჰაყო ქართველებო და მამულიშვილებო, დღეს გიორგობა დღეს, როგორ გაგვიხალისეთ, როგორ გაგვალამაზეთ, როგორ არ ვიცი, მგონია მე-9-ზე აგვიყვანეთ თქვენი შემოქმედებით და თქვენი სტუმარ მასპინძლობით. გასული საუკუნე მართლაც ხო ყველა სფეროში მართლა გასული საუკუნე იყო და ოქროს ხანა იყო თქვენ თვითონ აღნიშნე და მეც გეთანხმებით ამ მხრივ და ბატონო ვანო ქუთაისში ალბათ ელისო ქაროსაინძე ჩემი ძმისშვილმა
თქვენ რომ ბრძანდებოდით მე არ შემეძლო მაშინ შეგხმიანებოდით გავიგე რომ იყავით ალბათ მაგაზე ერთ გადაცემას კიდე მოვისმენთ თქვენგან დიდი მადლობა და ასევე არა მარტო გეოლოგები არამედ მღერიან და ხუმრობენ მედიკოსები ასეთი გადაცემაც არის ასეთი ჩვენი მედიკოსები რამდენიც გნებავთ ქაროსანი რამდენიც გნებავთ იმდენი არიან ჩვენი თუგინ ბათუკრავეიშვილიდან დაწყებული რამდენი მედიკოსია რომელიც მღერის კიდეც პოეტობს კიდეც ხუმრობს კიდეც და ესტრადაზე გამოდიან კიდეც და ჯანმრთელობას მართლა საგანძურია თქვენი გადაცემა და ეკა დიდი მადლობა ამ ხაზის რადიოსათვის და ამ ყოველდღიური სიხარულისათვის. დიდი მადლობა გავეტანაელა და თქვენ. მრავალჟამიერი. მადლობა ერთდღე და მოვასწროთ კიდევ ერთი მსმენელი გვხმიან, ბა არ დავწყვეტა გულია რომ. ეთერში ხართ? გამარჯობა. მადლობა ბატონო, თქვენი გადაცემები ყოველთვის საინტერესოა და რაღაც დიდ ემოციებს ვადებს ხოლმე და მაპატივეთ რომ შეიძლება ცოტა ემოციურად გამომივიდეს. მე თვითონ გპი-ის მაქვს დამთავრებული და საგამაგალითო იყო ყოველთვის გეოლოგიური ფაკულტეტი. აი შევნატროდით ხოლმე და მართალი გამოდგა. სიდე იყო ჩემი მამიდაშვილის ქმარი ოთარ ჭაბუკიანი. აი მათი ოთარ ჩემი კლასელი იყო სოშლის. მათი მეგობრობა იყო რაღაც სამაგალითო. ოთარის გარდაცვალების შემდეგ ყოველ წელს ხონდა აი არ ვიცი არც ერთი დღესასწაული არ იყო რომ იმათ ზრუნველობა არ გამოეჩინათ სულ ერთად იყვნენ მიუხედავად იმისა რომ ოთარი არ იყო აი ახლა წელზო აი მე გვარიცი და მაგ ტიროდა როცა ჩემი მამიდაშვილი გარდაიცვალა როგორ მეგონა რომ ოთარი შემდეგ ამდეხანს ვიცოცხლებდიო ეს არის მეგობრობის სამაგალითო მაგალითი ღმერთმა ასეთი მეგობრობა საქართველოს მოუშალა დიდი მადლობა იცოცხლეთ კარგად დიდი მადლობა ეს ერთი რამ მინდა გავიხსენო რომ ჩვენ გეოლოგებს სტუდენტობის დროს ქონდა ფორმები დიახ ფორმა გვეცვა ესეთ დიდ ვაგონებზე ოქროსფერი გპი ოქროს ვარსკვლავ ისინი ღილები და ეს ლურჯი განდა და ესეთ გამორჩეული იყო გამორჩეული პირველად რომ გამოვედით ქუჩაში ყველა გვეკითხებოდ ვინ ნახათ რა შესაძლოა ხო და კიდე მახსოვს რომ მოვდივართ რუსთაველზე მე და ჩემი მეგობარი ჩვენი ჯგუფელი ცისო ბაკურაძე გოგონა და ის იმას ფორმით მას ეს ხელმკლავით და ეს თავისუფლად გახსნილი ხოდა იქიდან ხედა მოდის ქალაქის კომენდანტი იყო მაშინ ქუდიძე თავისი ადიუტანტებით და უცბად გამაჩერა გაჩერდა და გამეკედა ერთ მოგზავნით როდესაც ფორმა გაცვიეთ აუცილებლად უნდა იყოს შეკრული შეიკარით ახლა მე შეკრული და ბატონელამას თქვენ გსურდეთ აი ხო ვამთავრებით და ბატონელამას გიტოვებით ეს როდესაც მე ამ სამსახურში მივიღეს მოვხდი განყოფილებაში რომლის ხელმძღვანელი იყო კაჭარავების ცნობილი გეოლოგიური დინასტიის წარმომადგენელი ბატონი დავით ძალიან კარგი პიროვნება ფუტკარივით მშრომელი რომ დაჯდებოდა მოკლედ დღის ბოლოს ვაფრთხილებდით ხოლმე რომ ბატონ დავით დამთავრდა სამუშაო დრო და უნდა წავიდეთ და მაგრამ მეორე მხრივ ძალიან ბევრი გამოვლინება ჰქონდა უშუალო და ძალიან სასიამოვნო მაგალითად ჩვენთან უმცროს საუბასთან დამოკიდებულების ჩვენი სამუშაო დროც მთავრდება ბატონელამას ხო ორი სიტყვით უნდა ვთქვა ნახევარი წუთი დაგჭირდა 9 სიტყვები ხო და ეს ამას იმიტომ ვიგონებ კიდევ მქონდა სალაპარაკო მაგრამ დრო აღარ არის იმიტომ ვიგონებ რომ მართლაც ძალიან სანაკებო დამოკიდებულება იყო ჩვენ დაწესებულებაში და მე მინდა მიმართო ყველა იმას ვისთანაც ერთად მე წლების მანძილზე მიმუშავნია რომ გული უნდა წდებათ რომ ყველა მათგანი ამ პატარა წიგში მოხსენიებული არ არის ნუ მისაყვედურებენ ამას და გაითვალისწინებენ
გაიხსნონ ის, რომ მე ყველა მათგანის მადლიერი ვარ, მე მოხარული ვარ, რომ მათთან ერთად შევძელი ჩემი ცხოვრების გარკვეული დროის გატარება და რაც შეეხება ჩვენ წასულ მეგობრებს, მე ვფიქრობ სიმბოლიური იყო ის სიმღერა, რომლითაც დამთავრდა ჩვენი გადაცემა, თვითოული მათგანი აქ არის, ის აქ არის, სანამ ჩვენ ვარ ცოცხლები. დიდი მადლობა. მე მხოლოდ ის დამრჩენია გითხრათ, რომ ეს გადაცემა შეგიძლიათ უკვე გამეორებით მოისმინოთ ამავე ტალღაზე ღამით 23 საათსა და 10 წუთზე. ხაზის რადიო.